გვაქვს მამულის შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ ისეთი ჯიბით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone switch-ი მოვხდეთ ნატოც კარგია რუსიც კარგია გამოიცვალეს 7 პარტია თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი ეგ არის ნახტი დემოკრატია დაიძინე გაიღვიძე დავე და ბევრი წამე მე ერი დღე და ღამე ფიქრობს გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში მეხრაბამ და კარენამ მაშველებად მუშაობა სერიალის ყურების შემდეგ გადაწყვიტეს. აი ასე იმოქმედა მათზე სერიალმა რაბინია იზაურა. ბეჯო, სახში მარტო ვიყავი, ჩიფსები რამე ყველაფერი, ლუდი დავლიე და ჩაუჯექი მაგარი ფილმი იყო რა. ვესტერნი თუ რაღაცა. იღაც ქალი გაიტაცა ზღენმა. იქიდან კიდე ბაში აჯუგოღლი გადაეწია ამ ქალს და ეს ქალი კიდე ღვინის მიშველე, ესეც კიდე მიშველე. მაიცა? მიშველე. აი კონკრეტ რა ეგრე ყვიროდა რა. აი მიშველე. მაიცა ერთს რაღაცა ხდება. მაიცა გიდაგილი. რაში საქმე? მაიცა რა გიშველო კაცო? გული მткиვა. ნაბახუსები ვიყავი და გული ხარა ჩემი ძმა რა მე ხმელეთზე ხელს ვერ გავიფუჭე მე მარტო წყალში შემიძლია გიშვებო რა წყალში მაშინ არა ხმელეთზე არ შემიძლია მე ესე იგი წყალში ხო ვაი მე დებულებაში ეგრე გვიწერია ხმელეთზე როგორ დაგეხმარ ვერ დაგეხმარები კანონს ხوار დავარღვე ანუ წყალში ხო წყალში შველი ბიჭო ხო და ეგ მაგარი ზღენიც ხო დაითრია ეს მაგარი ქალიც დაითრია გაიგე და მე სასაუბა დაუწყო ხო ძალიან მაგარი იყო რა მაგარი მე როგორი სტრელოკი ან რა მოჯირითე აი იქ რო იყო ხო ციგში რო გამოდი ვისტუპარ ჯიგიტი დაგისტანა და რა ეგ ვიშველე აი ეს მინანი ეს შეშვენებული რა უნდა მაიც არ დაკიდე ზუად აღარში ვარ და ვა მაიცა ერთამ სად არის ისა კრუგი სად არის მაიცა რომელი საათია ხარა ძმაო ვერ დაგეხმარები რატო ვერ დაგეხმარები ვეրանივე დაიწყო აგერ დებულებას ხო ვერ დავარგო რა სადილის დროა არ შემიძლია იჯი აი სობელა ხახველებზე იქნება ხალხში იქნება შუტე ბანკი სხვა ბანკებისაგან იმით განსხვავდება რომ აქ მოწევა არ არის საკრძალული უფრო მეტიც სავალდებულოც კი არის შენ გაქვს ბანკის ვალი? არა არ მაქვს არ გაქვს? აბა გოგოები რო ეკრიბებით ხომ არ ზელაპარაკობ საინტერესოა კაცებზე? გამიშველობა ბიჭი ხარ თუ გოგო ხარ გამიშიმეთქი რო გეუბნები ბაბი მე მგონი გიჟო გამიშიმე ბიჭო გამიშიმეთქი რო გეუბნები მოგცანე ბიჭო მე ვარ გიჟი რა გიჟისოი მე ვარ გიჟი გიჟი კი არა გაჭირვებული ვარ ბიჭო სახლი ხო გამიყიდე აგარაკი ხო გამიყიდე ბაქანა რო გამიყიდე ის მაინც დაგერახა წოშვილი რომ ეს და შეგნით ისე რომ წაიყვანეთ ბიჭო რა გამიგეთეთ ბიჭო რა გამიგეთეთ ბიჭო შემწესრული ეხლა მარტო ხელში და დავტივარ ამით ბიჭო გამიგეთეთ ბიჭო ერთი წამით რა გამირა ერთი წამით თქვენი დედა გახმეს თქვენი კიდე ერთი წამით ბიჭო ორი წამით თუ შეიძლება საიდან რა თქინათ ეს საჭეს ეს რა თმინდა ეს რა თმინდა და ტრაქში უნდა გაგიგეთო ბიჭო რა თმინდა მე რასლაპა შენ ხო კი მაგრამ რატო უნდა გამიკეთოთ ვერ გავიგე შუტე ბანკი თქვენი წარმატება ჩვენი აპოთეოსია ხო და ამას რო გაგიკეთებ აი გახსება მე ჩემი აპოთეოზი გაიგე ადექი ფერზე ადექი და გადაიხარე რო გეუბნები ადექი ხარი შეკავე ძალიან და თავარ რაცმა შეიძლება რაცმა საბატონო გარკვევით კეთი გიჟი გადარული მინახავს სკლიფს არ გაეთრია კეტან ნაციზმ რა არის ეს ისე როგორ უნდა გაიმეტო ყველაფერი აი გაიგე შეხმა კი რა იყო ერთი წამით ხარ მომეჩვენა აბა ხო გისმის მე ხარ მარტო არა მესმის მე ყველა
რატომ მოდის აქ? გვერდზე სოფელში მამალი არ ყივის. ეშინია რომ იპოვნიან და შეჭამენ. აბარაკენით, სოფელში სოციალური კვლევა ჩაატარეთ. რო დაგავალე. რისი რა კვლევა? ბიჭო, აი ხალხისთვის რო უნდა გეკითხა, რისის აშენება უნდა სოფელსა? ეხლავე პატივისცემით მოგახსენებთ. ესე იგი, გარკვეულწილად სოფლის მოსახლეობის 18%-ა უნდა რომ აშენდეს საროსკიპოი. 26% უნდა რომ აშენდეს ბორდელი. ხო? 16%-ა უნდა აშენდეს საუნაი. 5% უნდა რომ აშენდეს კიდე განმარტოების ადგილი. 74%-ა კიდე კინოთეატრი უნდა აი ესეთი რომანტიული, ესეთი სექსუალური ფილმები რო გავიდეს. ეროტიული რა. ვა. ესე იგი თუ ხალხმა ეგრე გადაწყვიტა და უმრავლესობა ეგრე ფიქრობს, მაშინ კინოთეატრი უნდა აგვეშენებინა, ესე იგი ეგრე გამოდის არა? ავაშენოთ. ხო, ავაშენოთ, მაგრამ კინოთეატრს ბორდელი არა ჯობია, საროსკიპოა განმარტოების ადგილია. ბიჭო, ჯობია რა, არა. იმიტომ რომ ჩვენი სოფლის ყოველი მოქალაქის ინტერესი უნდა დავიცვათ. აბა საროსკიპოში რომ ვინიბლის ეხლა კინოთეატრში ივლის კაცის, ქალის, ბალღის და იმ საროსკიპოებში კიდე მარტო კაცი და ბალღები ივლიან და რა გამოვა. ქალების ინტერესი არ უნდა დავიცვათ, ემანსიპაცია, დემოკრატია, ეგრე სად არის? ხო. ო კინო უნდა ავაშენოთ, რა დაждდება? რავი, დაждდება ესე. მე მგონი ძვირი იქნება ესე 4.45.000. ძვირია, რამე უნდა გამოვაკლოთ? რა გამოვაკლოთ? სკამებს ხო არ გამოვაკლოთ? გამოვაკელე დასვენი ატაკზე რა უჭირს, საათნახევარი ვერ უნდა გაძლო. სკამები რო გამოვაკლოთ, დაждდება ესე 4.40.000. ო, კარგია, კიდე რამე უნდა მოვაშთოთ ვაკედან და ეგ არის. და მოიცა კაცო. შენობა ხო გვინდა? შენ ბიჭო, ნუ გამითამამდი ხა. მოდიში, თქვენობა ხო გვინდა? თქვენობა ხო გვინდა? გვინდა, ხო, გვინდა, მარა. ხო და კაი გამარჯობა შენი. თქვენი ხო ეკრანი ხო გვინდა დიდი ეკრანი გვინდა მას აბა რა გამოვაკლოთ ვერაფერს ვერაფერს ვერ გამოვაკლებ ვერ გამოვაკლებთ ვერაფერს რაღაც არის მოსაფიქრებელი ბიჭო რა ხო რა Он доставлял мне много удовольствия. მოიფიქრე ხო იცი მოიფიქრე ხო იცი შენ მოიფიქრე რათა ფიქრი იცი ხოდა ან მოიდგინე ხა რასაკეთებ სკამზე ზის აი ეგრე ზის რა აი ფეხები ხო ეგრე აქვს ნუ ეგრე აქვს ჯე რა ეგრე აქვს და ეს ორცალი ეგრე უყურებს მოკლე კაბა აცვია ბიჭო ვუხზეით აქვს საკაიფოთ რა და ხოაზე ხართ რა და გოგოებო აი თქვენს ყურადღებით იყავით ნახე რას უკეთებს გამომძიებელს ხალი ხოაზე ხარ რა არა და ეჭვიტანელია თასაფუძვლიანი ეჭვი აქვს თიმად იგრე კი არ არის კაცო და არა ხოდა წარმოიდგინე ხა აუცოთ აი ხა ფეხებს აწევს ხაიგე აი მას წევს და გადააგვერცე ბიჭო აი და ესენი ხო ახლა უყურებენ წარმოიდგინე ნახე პროსიკია რაცია ბიჭო აი საკაცო მაგის რა გაგიგებიან ესენი რო უკვე რა და ეგრე გადაუკეტა აზე ხარ და ესე დაჩნდა მერე კაცო მალხაზი მაიცა რა მალხაზ მე რაი ბოლა რა უნდა გაკეთეს კაცო ბოლა რა გაჭედა და რა უყო კაცო გაჭედა მალხაზი კომპიუტერმა გაჭედა ბიჭო გაჭედა და დაიშალე და განარჩენ ძირითად ინსტინქტებზე ხვალები საუბრობ და დაიშალე დადი რა უყო ძმაო აბა მოსამართლე ბეჟანის ცხოვრების გზა ხიფათითაა ახსავსე, რადგან სამსახურში მიმავალ ბეჟანს ხანდახან მანტიაზე ფეხი ებიჯება ხოლმე. ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა, დიდი მინდორი დანამა. მოიცა. ეგ ყველაფერი გასაგებია და საქმესთან დაკავშირებით რას გვეტყვით? საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს. გასაგებია. გადავდივარ შემდეგ საქმეზე. დღეს განვიხილავთ საქმეს 2-1-ში. მომჩივანი ბატონი გურამ ჯაფარიძე და ბრალდებული ბატონი გურამ ჯაფარიძე. რა ხდება, ფარული კამერა? არა, რა ხდება ახლა იცი? გაურება ჭირს და თავის მეორე ნაწილს უჩივის. მიხვდი?
ვაგრძელებთ. პირველ რიგში ვიძახებთ ბატონ გურამს როგორც მომჩივანს. მოგესალმებით, ფადალო მოსამართლე. მე მინდა მოგახსენოთ, რომ აი ეს ბიგი დარა ახალგაზრდა. ყოველ დღე იცავს ჩემს ტანსაცმელს, ჭამს ჩემს საჭმელს, მპარავს ჩემს ფულს, და სხვადასხვა ჩემს ატოლში ძინავს, ჩემი მეუღლის გვერდით. ბატონო, მოსამართლე. გასაგებია, ვიძახებთ ბრალდებულ გურამ ჯაფარიძეს. ბატონო, ხო გამოვიძახეთ ეხლა თქვი მე. მე თქვენ არა, მეორე გურამს. მეორე ორეს გურამი ქვია და უკვე შევა ხოლმე. ბატონო, გისმენთ ბატონო გურამ. მე ვაღიარებ ყველა იმ ბრალდებას, რომელიც ამ ადამიანმა ჩემს მიმართ გამოსწორცნა. დიახ. აი, ხედა ბატონო მოსამართლე, ხედა! ეჭვმე! ეჭვმე! მე მეგონი გაცხრა თქვენ საუბარი და ძალიან გქოთ, რომ დაბრძანდეთ თქვენს სკამზე. არ მინდოდა მე მეთქვა, ბატონო მოსამართლე. 2014 წლის 4 აპრილს დღის 3 საათზე აი ეს ახალგაზრდა, ეგრეთ წოდებული ჯიხურიდან ამ ახალგაზრდამ გაიტანა 1578 ლარი. ტყუილია! არაფერი ტყუილია, ეს ყველაფერი სიმართლეა და მე ამის დამამტკიცებელი ასე ვთქვათ, ფარულად გადაღებული ვიდეო ჩანაწერი მაქვს. გადმოვეცით სასამართლოს. კარგით ბატონებო, ყველაფერი გასაგებია. ვაცხადებ განაჩენს. ბატონ გურამებს ბრალი ედებათ 2014 წლის 4 აპრილს მაღაზიის ჯგუფურ ძარცვაში. ასევე არსებობს დამამძიმებელი გარემოება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ბატონმა გურამმა დანაშაული დამალა. ამასთან არსებობს შემამსუბუქებელი გარემოებაც, ბატონი გურამის აღიარებითი ჩვენება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თქვენ მოგესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, ანუ სულ 8 წლით. ბრავო, ბრავო ბატონო მოსამართლე. Oriatas 16 წლის 1 იანვრიდან წყალს ჭილდან ამოვიღებთ, რადგან სციუმ და ჯეიმსმა გაყიდეს. შეიძლება რაღაც ვკითხო. რა საკვირველია სციუ? ახლა რაც გინდა. რამდენი ხანია რაც ხალი არ გაგიღერძავს? საუკუნია. კი, მაგრამ შენ ხომ სულ რაღაც 33 წლის ხარ. ხუმრობა იქეთ იყოს, ხუმრობა იქეთ იყოს, ჩემო ჯეიმს და სწორედ შენთვის და მილიონობით შენაერისთვის შეიქმნა სრულიად ახალი და ინოვაციური გამოგონება გასაბერი ქალი ეთერი 69. ღმერთო ჩემო, ღმერთი ჯული ხატი ჯეიმს, გთხოვთ მოვათავსოთ სასურველ პოზიციაში. ძალიან კარგი, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს შენთან. დიახ, ისმენ. რა არის ამაში ახალი? შენ ალბათ ფიქრობ რა არის ამაში ახალი? დიახ, რა არის ამაში ახალი? სხვა გასაბერი ქალებისგან განსხვავებით, ეთერის 69 სპეციალურად ქართველი მამაკაცებისთვისაა შექმნილი. საინტერესოა, რას გულისხმობს ამით სციუ? პირველ რიგში, ეთერის 69 ქორწილებამდე არ იბერება. საოცარია სციუ, საოცარია. ორედასია ჯეიმს და ეს ყველაფერი არ არის. მზად ხარ გაოცებისგან პირი დააღო. მზად ვარ სციუ და რაც თავარია მოულთმენლად ველი, რა თქმა უნდა. თუ შეიძენთ ეთერის 69-ს, მას მზითვებში მოყვება გასაბერი ჭადრაკი, გასაბერი ვეფხისტყაოსანი და გასაბერი სტენკა. სტენკა? მესმის შენი ჯეიმს. ეს ნამდვილი საოცრებაა. სტიუარტ, ამიერიდან ეთერი 69 აუცილებლად გახდება ჩემი რეზინის მეორე ნახევარი. ჯეიმს, ფიქრობ რომ უკვე დავამთავრე? ღმერთი რჯული ხატი. ნუ თუ ეს ყველაფერი არ არის, სტიუ. დიახ, ეთერი 69-ს თან მოყვება მისი გასაბერი ძმა ბაბუ 777. როგორც ამას ჩვენ არ ვაყოლებთ, ის თავისით მოყვება ეთერი 69-ს. აი მესმის, ნამდვილი ქართული პროდუქტი. ვერ ვითმენ, ახლა მე უნდა შევიძინო. რა პრობლემაა, ჯეიმს, დარეკე ეხლავე და ეთერი 69 შენი გახდება. მაშინ ახლავე დავრეკავ. სტიუ. დიახ. დასარეკი თუ გავს? თუ დასარეკი არა გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ გამოუშვათ ზარი და ჩვენ გადმოგირეკავთ.
ბუკრი ექიმი თავის პაციენტებზე ან კარგს ამბობს, ან არაფერს. გამარჯობა ექიმო. გამარჯობა ჩემო კარგო. დაბრძანდით კი რა თქმა უნდა დაბრძანდით. გისმენთ? რაგაწუხებთ? აი ამბოლოს რაღაც ყველაფერი მავიწყდება ხოლმე. დიდი ხანია? გამარჯობა ექიმო. გამარჯობა. დაბრძანდით კი რა თქმა უნდა. რაგაწუხებთ? გისმენთ? ოი უკაცრა გამარჯობა ექიმო. გამარჯობა. დაბრძანდით. ყველაფერი გავიწყდებათ? ბოდიში გამარჯობა ექიმო. გამარჯობა, დაბრძანდი ჩემო კარგო, დაბრძანდი. იცით, თუ შეიძლება კონსულტაციის 10 ლარი რო გადაიხადოთ. 10 ლარი კონსულტაციის დიახ. ეს ფოტოებით. აი, რა პრობლემაა? ფორმალობა არ გიყო, დიახ, ესეთი. ძალიან კარგი. გამარჯობა, თუ შეიძლება კონსულტაციის 10 ლარი რო გადაიხადოთ. დიახ, სამ დაიწყო. არ არის პრობლემა. დიახ. აი. მადლობა. ოი, უკაცრა. გამარჯობა, თუ შეიძლება კონსულტაციის 10 ლარი რო გადაიხადოთ. აი, ნელი. ძალიან კარგი, დაბრძანდით. ოი, გამარჯობა, თუ შეიძლება კონსულტაციის 10 ლარი რო გადაიხადოთ. იცით რა არის? მე მგონი ფული სახში დარჩა. ფული დარჩა სახში. კარგი რა ჩემო კარგო რა, კარგი რა, თუ ფული აფხელა კაცი ხარ. შენ თვითონ როგორ არ ცხენია ჩემო კარგო. ფული თუ არ გაქვს, მე როგორ დაგეხმარო ახლა კაცი. აფხელა კლინიკაში შემოდი ხარ, ექიმი ვარ, ის ხო არ ვარ ვიღაცა, ხა ფული არ მაქვს, დამეხმარეთ რა წესიო ვერ გავიგე კაცო. ძალიან თქო წამბზანდი და როცა თანხა გექნებათ, მე მობზანდი ძალიან თქო. მაპატიეთ რომ ესე რომ ავღებდი, იმიტომ რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. გასაგებია რომ თქვენ პირველად შეგიმხოთ, მაგრამ სხვაებიც მოდიან აქ ესე ჩემო კარგო და ფული არა მაქვს, დამეხმარეთ ის. მე რა ვერ გავიგე ის ხო არ ვარ კაცო. გამაგარი ტიპი იყო. გამარჯობა. საროსკიბო კალიფორნია წელიწადში 127,000 ვაჟკაცს უშვებს. ვაიმე თავი მტკივა უკვე აღარ შემეძლია, როგორ არ გადავაანგარიშე რა, არ ვიცი. ჩვენი ბიზნესი გოგოებო სამწუხაროდ უკან მიდის. ზადნიში გვაქვს ერთი სეტყვი ჩაგდებული რა. ჩაგვივარდება გენაცვალი ამ გარე ბოზობამ წალეკა მთელი ისა რა ქვია. თბილისი. ხო, მაგრამ ეგრეც ნუ იტყვი, აბა დაასაქმე, მიეცი ადამიანს, კაი სამსახური, ვინმეს უნდა ქუჩაში დგომა? არავის არ უნდა. გენაცვალი მოვიდეს აქ. მოვიდე და დავაწყებინებ მუშაობას, მაგრამ არ უნდათ მაგათ ბიუჯეტში ფული შეტანა და რა გავაკეთო. Подождите, ვიღაცა მოვიდა. Цуцкები давай, ვიძე მოვედით უკვე სრეჟად. Welcome. გამარჯობა. ქართველი გამარჯობა. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა. რამდენია თქვენთან ტარიფები? ერთი გოგო $100, ორი გოგო $180, სამი გოგო $250. რამდენი ყავს სულ? 10. ყველა გამოუშვი. მოიცა ერთად? ცალ-ცალკე ბიჭო. რა პრობლემაა? შენ წამოდი პირველი. მონიკა ადეთი გაყევი დედისი. ფაკა. აი ხმესმის რომ მოვიდა კაცი თვითონვე ერთი სიტყვით წაიყვანა გოგო. ვაიმე. არ გიდა პატრული. ალეს ნუ ხუჭავ გაახილეთ ალები. არ შემიძლია უნდა მართლა კუძე იყმინეთ. არავინ არ წავა აქედან, გესმის? არავინ და ყოფილა დრო ამაზე ვალეს როდესაც ხილი გაგვიწნია ყველაფრისთვის. ჩვენ მედგრად უნდა დავდგეთ. მიდი. სვეტაჩკა, ნინაჩკა, კეთო. მიდი. ყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის. Вставай, страна огромная. Вставай, на смертный бой. Ида, არ ვიცი. კარგია, თვალები გაახილეთ. აწნადით, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. ვაიმე რაქჩის, ვაიმე მონიკა. მონიკა! შენზე უნდა იყო. შენ ტანზე აიღე ხა ეს ყველაფერი. როზე გამოუშვი სოდოა ბიჭო. მიდი ძუძკებით და წავიდა, ვაიმე რა გავაკეთო. მიდი შეგიძლია. აი მე მოკლავს ეს ოხერი რა გავაკეთო. რა შეგიძლია? არ ვიცი, კაი. ახლა იცი რას ვიზამ?
შევალ და ყველაფერს მოვახსენებ სიტყვით. ეს არის ქალთა უფლებების და მოდი აქ. ვაიმე მოკლა. ვაიმე რა გავაკეთო? რა გავაკეთო აღარ შემიძლია ადამიანები დამაწყმინალის მაკეთი. ვაიმე მე მткиვა მე შვილებო თქვენს მაგერად მე მткиვა. ვაიმე არის სვეტაჩკა. ვაიმე რა გავაკეთო დახოცა თუ ყველა. Дать мхеца. Роза, всё будет отлично. Отлично. Давай. Ваиме рагава. შემდეგი. Авига. Ოგიტიკეთე. დავირები. ვაიმე. ჰა? ოპინგი. არა. Фу. როზა შემდეგი. კიტუსა. ეხლავე მამუსი. საქართველო მალე გაფრთხილდება შეისხავს არწივის ფრთებს გზაზე თეთრი მტრედი აფრინდება სიყვარულს მოგვიტანს ბებს ღმერთი მოფეს სინათლეს ეს დღე მალე ინათებს საქართველო გახდეს ფლიანი ჩვენი გულების სიხარულით აენთება ყველა ქართველის ოცნება სრულდება ჩვენი გულების სიხარულით აენთება გვიხაროთ ეს მალე საქართველო გაფრთხილდება განზე არასდროს გამდგარა სამშობლოს დასაცავად ამდგარა ქართველი მებრძოლად დაბადებული სამშობლოსათვის თავდადებული თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა ავაპრიალოთ თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა